მთელ სოფლიოში, ევროპაშიც განსაკუთრებით იცით, რომ არაერთი ჩვენი მოქალაქე შრომობს ევროპის ქვეყნებში, როგორც ექთანიც, როგორც ექიმიც. ამიტომ მან გვაინტერესებს ალბათ ჩვენი კომიტეტის წევრების აზრის გამოთქვა, რამდენად რელევანტურია, რამდენად სწორია ეს წელიწადნახევარი, მეტი ხო არ გჭირდება დრო, როგორ ფიქრობთ თქვენ? ხო ვიქნებით და ჩავეტევით და უშუალოდ ამ პერიოდში საკმარისი იქნება, რომ წელიწადნახევარი გვეყოს ამ გადავადების შემდეგ. მადლობა. შეკითხვები, დიახ, ბატონო ზაო. მოგესალმებით, ქალბატონო ირენა. მადლობა მართლაც ასეთი ამომწურავი ანალიზისთვის, რაც გავიარეთ უკვე. კანონი რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ეს ჯერ კიდე ჩვენ ერთად გადავწყვიტეთ, იმიტომ რომ ეს დარგი, ეს მიმართულება, რასაც ქვია საექთნო და ექთნის პრაქტიკა, საკმაოდ მნიშვნელოვანია და ვინც ვართ ექიმები, ვიცით რომ მთავარი ამოსავალი წერტილი ჯანდაცვის გამართვის არის სწორედ ამ ნაწილზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი გამართულობის და მთელ რიგ შემთხვევაში რა თქმა უნდა რეგულაციის მიღმა იყო და დარეგულირდა მესმის აბსოლუტურად ახსნადია ყველა ეს დეტალი რატომ გვჭირდება ვადის გაზრდა და ვეთანხმები ბატონ ზაზას რომ ეს პერიოდიც თუ არის საკმარისი, იმიტომ რომ იმდენად გრანდიოზულია, იმიტომ რომ ეს თემა განსაკუთრებით ალბათ პრობლემა შეიქმნება დარეგისტრირების შემდგომ იმ მოქალაქეებს, ვინც თავის დროზე ყოფილ საბჭოთა პერიოდში, პოსტსაბჭოთა სივრცის სხვადასხვა ქვეყანაში დაამთავრეს საექთნო და ამ დიპლომების აღიარების თემა დადგება ალბათ, იმიტომ რომ ყველა ამ დაწესებულებას ან აღარა გვაქვს წვდომა, ან ისინი პრაქტიკულად არ არსებობენ. მსგავსი პრობლემა ქვეყნის შიგნითაცაა, იმიტომ რომ რაღაცა პერიოდი 90-იან წლებში საკმაოდ დიდი რაოდენობა იხსნებოდა ეს საექთნო სასწავლებლები, რომელიც მალევე იხურებოდა და დღეს მისამართი და სახელებიც კი ძნელი ამოსაძებნია და აქედან გამომდინარე მესმის რომ უმაღლეს ასე ვთქვათ, განათლებაში ეს დარეგულირდა და სპეციალური ჯგუფი დღესაც ახერხებს, როცა ვიღაცა რაიმე განაცხადს აკეთებს სამუშაოს დაწყებაზე, რა თქმა უნდა, დიპლომის, ასე ვთქვათ, აღიარების საკითხები იქაც კი დგება ზოგ შემთხვევაში, იმიტომ რომ უწერია სიტყვა უნივერსიტეტი და ბოლო ჯამში აღმოჩნდება, რომ იმ რეგისტრაციის ნომრით არ აკმაყოფილებდა ის თავის ძროზე იმ უნივერსიტეტს. ეს ერთი კითხვა, როგორ შევით და არის თუ არა ამის ბერკეტები, რომ ეს დიპლომები იქნეს სწორად გადამოწმებული და მეორე სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები, ბაკალავრიატის ნაწილი, რომელიც ძირითადად ჩართულია საექთნო საქმიანობაში, თავისი არსით, ეს დაწესებულებებსაც ჭირდება, უნდა ვაღიაროთ, რაც თქვენ თქვით, ამ დეფიციტის პირობებში, იმიტომ რომ ისინი ამით ივსებენ, ასე ვთქვათ, ამ დეფიციტს, განსაკუთრებით მორიგეობის პერიოდს და მეორე მხრივ ეს ჩვენს სტუდენტებსაც ჭირდებათ, იმიტომ რომ ძვირია ცხოვრება ქალაქში. მადლობა სახელმწიფოს, რომელიც შემდეგი წლიდან ამათვის სწავლა გახდება, სამედიცინო უნივერსიტეტებში, სახელმწიფოში უფასო, მაგრამ მაინც მათ დამატებით რაღაც შემოსავალი ჭირდებათ და ამ შემოსავლისთვის ისინი მიმართავდნენ ისევ ამ პრაქტიკას მორიგეობის. აი, ამათ ხო არ შეექმნებათ პრობლემა, ისინი რა სახით დარეგისტრირდებიან? მადლობა, წინასწარ ქალბატონო. გისმენთ ქალბატონო. მოგესალმებით. ქალბატონო ირინა, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა ასეთი კვალიფიციურად საკითხის წარმოდგენისთვის, ორმესე მადლობა. საექთნო საქმიანობა რო ძალიან მნიშვნელოვანი სფეროა, განსაკუთრებით როგორც ჩემმა კოლეგამ აღნიშნა, ექიმებმა ყველაზე კარგად იციან, იმიტომ რომ ჯანდაცვის გამართულობა, კლინიკური ჯანდაცვის გამართულობა პრაქტიკულად ექთნების, ასე ვთქვათ, ზურგზე გადადის. მე მინდა რამოდენიმე შეკითხვა დაგისვათ. თუ შეიძლება მითხრას, აი ამ ახალი აღრიცხვის შემდეგ სერტიფიკატსა და რეგისტრაციის მოწმობა შორის რაიმე განსხვავება არის თუ არა? ეს ერთი. მეორე, აი ამ ორისთვის განსხვავებული სტანდარტებია?
თუ განსხვავება არის, რა თქმა უნდა. კიდევ ესეთი კითხვა, ანუ ვინც უკვე დარეგისტრირდება შემდგომი ახალი ვადიდან, ის არის ერთი ათვლის წერტილი და მეორე ათვლის წერტილი არის რაღაცა პერიოდის შემდეგ, სადაც უკვე ახალი უნდა შემოვიდეს და აი ამ სტანდარტებს შორის განსხვავება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. მეორე, თქვენ როგორც აღნიშნეთ და მახსოვს მე ეს ყველას გვახსოვს, პროფესიული განვითარების მიხედვით ძალიან ბევრი გაკეთდა და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ამ სფეროში კომუნიკაცია ჯანდაცვის სამინისტროსი და განათლების სამინისტროს და თუ არის უკვე რაიმე ძვრები, როგორც მინიმუმ პროფესიული მიმართულებით მსურველების პოტენციური ექთნების რაოდენობაზე რაიმე ინფორმაცია თუ გაქვთ. კიდევ ერთი დეფიციტის აღმოფხვრასთან დაკავშირებით. გავიგერო ძალიან სერიოზული საკითხია ეს და გარკვეული ვადა ჭირდება დოკუმენტაციის მოსაწესრიგებლადაც და ასე შემდეგ, მაგრამ დეფიციტის აღმოფხვრასთან დაკავშირებით აი ამ წელიწად ნახევარში რაიმე ხომარი იგეგმება კიდე? იმიტომ რომ რეგისტრაცია რომც დაიწყოს და ყველაფერიც რომ მოწესრიგებული გქონდეთ ამ სისტემას, ფაქტია, რომ აღნიშნული რაოდენობა კვალიფიკაციისგან დამოუკიდებლად საკმარისი არ არის იმისთვის, რომ ჩაითვალოს, რომ არსებული მდგომარეობაში რაოდენობრივად მაინც დაკმაყოფილებულია. აი ამ მიზნით ხომ არ იგეგმება რაიმე სამინისტროს მხრიდან. დიდი მადლობა. მადლობა ქალბატონო. სხვა რა ვისხურთ, დიახ ბატონო ანტონ. მოგესალმებით, ქალბატონო ირინა, დიდი მადლობა წარმოადგენელი კანონპროექტისთვის. მინდა გითხოთ ხელფასთან დაკავშირებით. გონი 22-ში თუ 23-ში მივიღეთ ჩვენ, რითიც ხდება სახელმწიფო განაკვეთების გამოთვლა და ამ სერტიფიცირების შემდეგ გადაიხედება თუ არა ეს სისტემა. დღის მდგომარეობით რა სახელმწიფო განაკვეთები აქვთ ექთნებს და სერტიფიცირების შემდეგ გადაიხედება თუ არა ეს, რა თქმა უნდა, გაზრდის მხრივ. მთლიანობაში რამდენი ექთანი გვაქვს ჩვენ და როგორია სტანდარტი საერთაშორისო ერთ ექიმზე რამდენი ექთანი უნდა მოდიოდეს? მადლობა. მადლობა ბატონო ანტონ. დიახ, ქალბატონო ქეთევა. მოგესალმებით. ექთნების და მიანექნების როლი ზოგადად სამედიცინო სფეროს მომსახურებაში ნამდვილად არის უდიდესი და პრაქტიკულად ისინი განსაზღვრავენ ამ დარგის წარმატებას და მე მინდა თითოეულ მათგანს ჩემი პატივისცემა დაუდასტურო. ის რომ სახელმწიფო უწყვეტი განათლების მიმართულებით უნდა მოახდინოს ინვესტიცია, ცალსახად ამაშიც დაგეთანხმებით. მე მაინტერესებს ეს გადავადების საკითხი ნამდვილად ტექნიკურია და ალბათ ყველა დაუჭერს მხარს, იმიტომ რომ ეს არის მართლა უდიდესი გამოწვევა და უდიდესი პრობლემა. და კიდევ უფრო გაღრმავდება ის დეფიციტი, რაც ამ სფეროში არსებობს. თქვენ ბრძანეთ, რომ არის ერთ-ერთი დიდი გამოწვევა ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის სფეროში. ეს არის გლობალური, მაგრამ ჩვენ განსაკუთრებით თანაფარდობა არის ძალიან მკაფიოდ დარღვეული ერთ ექთანზე, რაც უნდა მოდიოდეს, უпростоრად ექიმზე ექთანი, ეს არის აი კატასტროფულად დარღვეული ეს ბალანსი. ამის მიზეზი არის რამდენიმე, რომ ეს დარგი არ არის პოპულარული. ექთნები გადიან ჩვენი ქვეყნიდან, ტოვებენ ქვეყანას, ისევ მაღალანაზღაურებადი საქმიანობის მიზნით, ეს არის შრომითი მიგრაციის ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, მიზეზი. ან იგივე ადგილობრივ ბაზარზე პოულობენ კიდევ უფრო უკეთეს ალტერნატიულ საშუალებას და ჩვენ გადამზადების პრობლემა კი არა გვაქვს. ჩვენ პრობლემა გვაქვს იმის, რომ დარგი არ არის პოპულარული და ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ გადავადებას, რომელიც არ ვიცი რამდენად იქნება გარანტი იმისა, რომ ეს დეფიციტი დაიფარება და აღმოიფხვრება, რომ დავიწყოთ მსჯელობა იმაზე, რომ მოხდეს ექთნის საშუალო მედპერსონალის ხელფასის, ანუ ანაზღაურების სტანდარტის შექმნა, ანუ მინიმალური სტანდარტი ხომ არ განისაზღვროს. ეს ჩვენ გვაქვს ესეთი ინიციატივა, დიახ, 1000 ლარი იყოს მინიმალური სტანდარტი, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ექთანთან მაქვს კომუნიკაცია და განსაკუთრებით რეგიონებში არის უმძიმესი გამოწვევა. სოფლებში ექთნებს შეხვდებით თქვენც, რომ 300-400 ლარი აქვს ხელფასი. ამიტომ ის იძულებულია დატოვოს ეს პროფესია და გადავიდეს სადღაც. ხომ არ დავიწყოთ იმაზე მსჯელობა, რომ ეს საკითხი, აი მინიმალური სტანდარტი გაიზარდოს, ისე რომ უბრალოდ ექთანს არ მოუნდეს სხვაგან წასვლა. მადლობა. მადლობა ქეთევა.
გისმენთ ხალბატონო. დიდი მადლობა დასმული შეკითხვებისთვის და თქვენი გამოხმაურებისთვის. ბატონო ზაალ, თქვენი შეკითხვებით დავიწყოთ, აი დიპლომს რამე პრობლემა ხომ არ შეექმნებაო, ეს რო ბრძანეთ. ნახეთ, ის პირველი ეტაპი, რომელიც უნდა ამოქმედებულიყო 1 იანვრიდან ავტორიზაციის გავა ელექტრონულ რეესტრში. თითქოს ერთი შეხედვით არის, ეს არ არის გამოცდა. ერთი შეხედვით არის რაღაცა ესეთი ფორმალურად გადასალახი ეტაპი, რა დროსაც ექთანს ევალება თავისი დოკუმენტაციის წარდგენა, ელემენტარული ინფორმაციის, პირადობის მოწმობის, აი ამ კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომის და რაც უკვე არის წინაპირობა რეესტრში რეგისტრაციის. მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. იმიტომ რომ ნახეთ, თუნდაც ის დიპლომი რამდენად ვალიდურია, რამდენად იმ ადამიანზეა გაცემული, რამდენად უფლებამოსილი ორგანოს მიერ არის გაცემული, ეს ყველაფერი უნდა გადამოწმდეს. აი ეს არის კიდევ ერთ-ერთი წინაპირობა იმის, რომ 1 იანვრის ვადაც არის გადასაწევი იქით, იმიტომ რომ ნახეთ, ის პროფესიული საბჭო, ექთნის პროფესიული საბჭო, რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება სახელმწიფო სერტიფიკატის თუ რეგისტრაციის მოწმობის გაცემის შესახებ და დაარეგისტრიროს ეს ადამიანები ელექტრონულ რეესტრში, მან სათითაოდ უნდა გაიაროს, აი 27,000 ექთანზე არის დაახლოებით საუბარი. სათითაოდ უნდა გაიაროს ყველას кейსი და იმის მიხედვით ვიღაცა თანხმობა მისცეს ამ რეესტრში რეგისტრაციაზე და ავტორიზებულად ჩათვალოს და ვიღაცას უთხრას უარი. შესაბამისად, აი ეს პრობლემა თქვენ რაც ბრძანეთ, რომ დიპლომებთან დაკავშირებით შეიძლება იყოს, აუცილებლად შეიძლება იყოს და აქედან გამომდინარე ვამბობთ ჩვენ, რომ დღეს არსებული ექთანთა კორპუსის 15-20%-საც რომ შეექმნას, მხოლოდ დოკუმენტაციასთან დაკავშირებული პრობლემა, რომ აღარაფერი ვთქვათ უკვე მეორე ეტაპზე გამოცდის ჩაბარებისას არსებული ბარიერის გადალახვის საჭიროებაზე. აი დიპლომებთან დაკავშირებული პრობლემაც რომ შეექმნას, ეს იქნება კიდევ ამ დარგისთვის დამატებითი წნეხი. ამიტომ დიახ, ნამდვილად შეიძლება ეს იყოს პრობლემა, ამისთვის ცხადია, ახლა პირდაპირ უარი არ იქნება დათქვამი, ხარვეზის გამოსასწორებლად რაღაცა ვადა იქნება დადგენილი, მაგრამ თუ ადამიანს არავალიდური დიპლომი აქვს, მას ის რამდენიმე ერთ თუ ორთვიანი ვადაც არ უშველის ხარვეზის გამოსასწორებლად. ამიტომ კი ასეა, მაგრამ თუ სიტუაცია არის ისე, რომ ვერაფრით ვერ ადასტურებს ავტორიზაციის მსურველი თავისი დიპლომის ვალიდურობას, მას უბრალოდ ეთქმება უარი, იმიტომ რომ ჩვენ არ შეგვიძლია რომ დაუშვათ ამ პროფესიებში ისეთი ადამიანების არსებობა, რომლებიც აი ამ პირველადი განათლების გავლასაც კი ვერ ადასტურებენ და პირველადი საფეხურში გულისხმობთ ამ შემთხვევაში ბაკალავრიატს ამ პროფესიულ განათლებას, რაც ექთნად საქმიანობისთვის არის საკმარისი. ეხლა რაც შეეხება სტუდენტების რესურსების გამოყენებას, დიახ, დღეს იმის გამო, რომ პროფესიული რეგულაციები ამ სფეროში მაინც და მაინც მკაცრი არ არის, ისევ და ისევ აი ამ საკადრო დეფიციტიდან და რესურსის სიმწირიდან გამომდინარე, ჩვენ ძალიან აქტიურად ვიყენებთ სტუდენტების რესურსებს. და მას შემდეგ, რაც ეს ცვლილებები იქნება ამოქმედებული, ერთი მხრივ რეესტრში ავტორიზაცია და მეორე მხრივ გამოცდის ჩაბარება, ჩვენ მოკლებული ვიქნებით საცლობას, რომ სტუდენტების რესურსები გამოვიყენოთ და ეს კიდევ უფრო გააღრმავებს იმ დეფიციტს, რაც დღეს დგას. მაგრამ ნუ ახლა ერთხელ და სამუდამოდ ალბათ აქამდე უნდა მივიდეთ. თუმცა დღეს აი ამ გარდამავალ ეტაპზე, როცა ძალიან მწვავედ დგას დეფიციტი, დიახ, ვიყენებ სტუდენტების რესურსს და ეს გარკვეულწილად გვეხმარება აი ამ კრიზისული პერიოდის გადალახვაში, ასე ვთქვათ. ქალბატონმა ირმამდასო შეკითხვა და ამას ალბათ ბოლოს დაუბრუნდები, რომ შემობრძანდება აი როგორი თანაფარდობა არის ექთნებსა და ექიმებს შორის და ეს როგორ უნდა იყოს ბატონო ანტონ, თქვენი კითხვა იყო. ზოგადად სტანდარტი არის 4 ერთ პაციენტზე უნდა იყოს 1 ექთანი, მაგრამ ჩვენ ამას არსებული საკადრო რესურსის დეფიციტიდან გამომდინარე ვერ ვაკმაყოფილებთ და ახლა არის 4 პაციენტზე 1 ექთანი და ხანდახან აი აქაც პრობლემა არის ხოლმე. ასეთია სიტუაცია. ექთნების ზუსტ რაოდენობასთან დაკავშირებით ნახეთ იმის გამო ბუდიში ხალბატონორი და გვისმენეთ და მე მაინც გონია რომ აქ ცოტა დაზუსტება გვჭირდება. ანუ დღეს რეანიმაციურ და ინტენსიურ განყოფილებებში მოდის 2 პაციენტზე 1 ექთანი და მან იქ საყოველთაოში მონაწილე ყველა ექთის ხელფასი არის დარეგულირებული პირდაპირ ვალდებულებით. რაც შეეხება 1-1-ს, რა თქმა უნდა, ეს იდეალური ვარიანტია, ეს არ ეხება ოღონდ განყოფილებებს, სადაც 20-30 პაციენტებს და იქ გათვლილი სტანდარტია კიდევ. ამიტომ 1-1-ს არ მახსოვს ახლა სად გვიდევს, მაგრამ 2-ზე ნამდვილად დარეგულირებულია ყველა სარეანიმაციო პაციენტისათვის 2 საწოლზე 1 ექთანი. 2 პაციენტზე 1 ექთანი. კი, ჯანოს რეკომენდაცია არის, რომ 1 პაციენტზე 1 ექთანი იყოს. დიახ.
რაც შეეხება რაოდენობას, იმის გამო რომ ჩვენ ასეთი ერთიანი სააღრიცხვო სისტემა დღეისთვის არ გვაქვს, ზუსტი წარმოდგენა დღეს სფეროში რამდენი ექთანი ახორციელებს საქმიანობას, ასეთი ზუსტი ციფრი არ გვაქვს, მაგრამ ნუ რაღაცა ასე ვთქვათ ფრაგმენტული ინფორმაციით და ჩვენი მიახლოებითი გამოთვლებით უნდა იყოს 27,000 ადამიანი. ხელფასს რაც შეეხება ბატონო ანტონ, ნახეთ როგორ არის ეს მინიმალური ხელფასი, თქვენც ახსენეთ და თქვენც მინიმალური ხელფასი რაც არის მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ექიმის მიმართ 7 ლარი, ნუ სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე კლინიკების სამედიცინო პერსონალზე არის ცხადია საუბარი, ექთნის მიმართ არის 4 ლარი და 40 თეთრი საათობრივი და ექიმის მიმართ 7 ლარი და თქვენ შეკითხვას რაც შეეხება იმასთან დაკავშირებით, რომ ვაპირებთ თუ რამ სახელმწიფო ასე ვთქვათ ამ ოდენობის გადახედვას ვაპირებთ კი შესაძლებლობა როგორც გვექნება იმის მიხედვით საბიუჯეტო რესურსები რეზერვის საშუალებასაც მოგცემს, იმიტომ რომ ნამდვილად გენახმებით რომ ძალიან დიდი არის აი ამ საკადრო რესურსის საზღვარგარეთ გადინების პირდაპირ აი მოგმართავენ ქვეყნები და რაღაც ორმხრივი ხელშეკრულებების და მემორანდუმების ფარგლებში გთხოვენ რომ ჩვენი ექთანთა კორპუსის აი რაღაცა გარკვეულმა კატეგორიამ გადაინაცვლოს იქით და ცხადია თუ ეგ ახლა ანაზღაურებაზე შემოთავაზება მეტია, ეს ადამიანები უარს არ ამბობენ, გადიან ქვეყნის ფარგლებს გარეთ და ჩვენს ისედაც მწირ კორპუსს აკლდება ეს რაოდენობა. ქალბატონო ერმა თქვენ რა კითხვაც დასვით რომ აი სერტიფიკატსა სარეგისტრაციო მოწმობა შორის რა განსხვავება არისო? ორივე დოკუმენტი აი RSG ავტორიზაციის შემდეგ უნდა გაიცეს მათ მიერ პირველადი განათლების მიღების დასადასტურებლად, თუმცა სარეგისტრაციო მოწმობა გაიცემა იმაზე, ვისაც აქვს მიღებული უმაღლესი განათლება და გავლილი აქვს ეს ბაკალავრიატის პირველადი საფეხური სამაგისტრო პროგრამები, ახლა მოგეხსენებათ ჯერ არ არის ამოქმედებული და რაც შეეხება სერტიფიკატს, ის გაიცემა იმ აქთანზე, რომელსაც აქვს მიღებული პროფესიული განათლება. ანუ მათი ვალიდურობის თვალსაზრისით და იმის თვალსაზრისით, რომელი მოწმობის მფლობელს რა უფლებამოსილებები აქვს და რისი რა მანიპულაციების ჩატარების უფლება აქვს და რისი არა, ამ ხრივ განსხვავება არ არის, განსხვავება არის უბრალოდ მათ მიერ მიღებულ განათლებაში. ცხადია ახლა ვისაც უმაღლესი განათლება აქვს და ბაკალავრიატის აი ეს პირველი საფეხური აქვს გავლილი, მისი განათლება, ანუ არის სხვა დონის ვიდრე იმისი, ვინც მიიღო პროფესიული განათლება. თუმცა აი ამ ორ დოკუმენტ შორის ეს განსხვავება. კიდევ რა შეკითხვები იყო? როგორ ჩაერთვება თეატრს და მოგესალმებით, თქვენი კითხვა რომელიც შეეხებოდა იქნება თუ არა თვითონ სამედიცინო დაწესებულებაში განსხვავება ამ ორი სპეციალობის მქონე ექთნებს შორის, ჩვენ უკვე მომზადებული გვაქვს პრაქტიკის სტანდარტი, ამას გვავალებს კიდეც კანონმდებლობა, ეს იყო ერთ-ერთი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაც იყო ჩართული ამ დოკუმენტის მომზადებაში, არ არის მნიშვნელოვანი განსხვავებები, რა თქმა უნდა, მაგრამ ბაკალავრის განათლების, ანუ რეგისტრირებული ექთნების შემთხვევაში პაციენტის ყოვლის მომცველი შეფასების ნაწილი არის დამატებული, რისი კომპეტენციაც, რა თქმა უნდა, ბაკალავრ ექთნებს უფრო მეტად აქვთ. აქედან გამომდინარე, მცირე სხვაობები იქნება, მაგრამ სტანდარტი მაინც პრაქტიკულად შეიძლება ითქვას თანასწორი და თანაბარია. კითხვა მქონდა კიდე ესეთი. დეფიციტის აღმოფხრასთან დაკავშირებით პროფესიული სასწავლებლიდან ჯერ კიდევ წინამოწვევის დროს მოხდა იდენტიფიცირება სისტემის რაოდენობრივი ნაკლებობის და თუ არის უკვე რაიმე, სადაც რამოდენიმე ხანში გაიზრდება პროფესიულად ექთანი. ამ განათლების სამინისტროსთან კომუნიკაციის ნაწილში ეს ერთი და მეორე დავაზუსტებ თუ შეიძლება ხელფასთან დაკავშირებით თქვენ აღნიშნეთ, რომ ხელფასის ნაწილში საბიუჯეტო ხარჯებიდან გამომდინარე განსაზღვრავთ რა შეიძლება იყოს. აქ სისტემა იყოფა ორ ნაწილად, არის სახელმწიფო ბიუჯეტი და არის კერძო კლინიკები. კანონმდებლობის დონეზე დარეგულირების ნაწილში, რაზედაც ჩემმა კოლეგებმაც ელაპარაკეს, თუ იქნება ორივე სისტემაში მოქმედი ექთნებისთვის ზუსტად განსაზღვრული ხელფასის რაოდენობა, თორე საბიუჯეტო, ანუ ჯანდაცვის სამინისტროს დოტაციაზე მყოფი კლინიკების ნაწილში პრობლემა თუ მოიხსნება, ეს ზოგადად ექთნების ხელფასების პრობლემას ვერ მოხსნის. მადლობა.
ხელფასებთან დაკავშირებით გეტყვით პირველ რიგში, ეს სახელმწიფო კლინიკებს არ ეხება ის მინიმალური ანაზღაურება, ეხება ყველა კლინიკას, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის და ვერტიკალური პროგრამების განხორციელებაში არის ჩართული. აქედან გამომდინარე, ახლა თქვენ იცით, რომ სახელმწიფო კლინიკების რიცხოვნობა და ეს პროცენტული თანაბარდობა კერძო კლინიკებთან არის უკიდურესად დაბალი. ძირითადად სამედიცინო სექტორი ოპერირებს კერძო კლინიკების მეშვეობით, რომლებიც უბრალოდ არიან ჩვენი სახელმწიფო პროგრამების მონაწილეები. აქედან გამომდინარე, ის მინიმალური ხელფასი, რომელიც დღეს არის ექთების და ექიმების მიმართ დადგენილი, ეხება ორივეს და რაც შეეხება იმ 1000 ლარს, სადაც იყო საუბარი, ზოგიერთ შემთხვევაში თუ მათი საათობრივი, ასე ვთქვათ, აი მუშაობის ხანგრძლივობა დატვირთვა დიდია, 1000 ლარს ბევრად აღემატება კიდევაც. თუმცა ახლა ხო და თუმცა შეიძლება ახლა იყვნენ ექნები, რომელზეც სადაც 1000 ლარს ვერ აღწევს და აქ საუბარია მესმის კანონმდებლობით განსაზღვრულ გარანტირებულ 1000 ლარზე და არა იმაზე ფაქტობრივად დაუშვათ ექთანი ახერხებს თუ არა რომ მისი ანაზღაურება იყოს 1000 ლარზე მეტი და ამაზე როგორც მოგახსენეთ შევხედავთ ჩვენს რესურსებს და იმის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას. რაც შეეხება დეფიციტის ნაწილს, დიახ და განათლების სამინისტროსთან ამ საკითხზე თანამშრომლობას ჩვენ უკვე ვართ იმ ეტაპზე, რომ ქმნით საკოორდინაციო საბჭოს, არა მხოლოდ საექთნო ნაწილში, არამედ ზოგადად ჯანდაცვის სექტორის ადამიანური რესურსებით უზრუნველყოფის და მათი განათლების და პროფესიული განვითარების უფრო მეტად ხელშეწყობისთვის, სწრაფი და მოქნილი კომუნიკაციისთვის, ერთობლივი პოლიტიკის გატარებისთვის საკოორდინაციო საბჭოს და ჩვენ პირველი და ერთ-ერთი სწორედ ეს გვაქვს განსაზღვრული, რომ პირველ რიგში საკომუნიკაციო კამპანია, რომელიც თვითონ სპეციალობის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს, დამამთავრებელ კლასებში გარკვეული პოპულარიზაციის და პროფორიენტაციის ხელშემწყობი ღონისძიებები და ეს ახალი რეფორმა, რომელიც ეს მნიშვნელოვანი უმაღლესი განათლების რეფორმა, რომელიც აანონსებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში უნდა იყოს სწავლა უფასო, ჩვენ ბაკალავრიატის ნაწილში გვაქვს საკმაოდ დიდი პრობლემა, რამდენადაც ამ დრომდე მხოლოდ პროფესიული განათლება იყო დაფინანსებადი, უფრო მეტი მოთხოვნა იყო პროფესიულ განათლებაზე საექთნო ნაწილში და სტატისტიკას რომ შევადაროთ, თუ ბოლო 5 წელიწადში 4000-მდე სტუდენტმა პროფესიული კოლეჯი დაამთავრა საექთნო, ბაკალავრიატის ნაწილში ეს მაჩვენებელი იყო თითქმის 50. ამიტომ ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ ეს რეფორმაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, რომ უფრო მეტი მოთხოვნა გაჩნდეს საექთნო ბაკალავრიატის პროგრამებზე ჩაბარების და შესაბამისი დიპლომის თუ რეგისტრაციის მოწმობის მოპოვების. ასე რომ ხედვა ამაზე არის. მაშინ თუ ესე ვსაუბრობთ, მაშინ კითხვა ჩდება ესეთნაირი, თუ ჩვენ ამ კანონს ვიღებთ წელიწადნახევრი თუ ვაკეთებთ გადავადებას და პრაქტიკულად დღეს ვიცით ბაზარზე რა მდგომარეობა გვაქვს, ალბათ 30% მინიმუმ მორიგეობის გრაფიკს ადგენენ ჩვენი სტუდენტები და ჩვენ თუ წელიწადნახევრის შემდეგ პრაქტიკულად სტუდენტებს აღარ მიეცემათ უფლება ექთნის პოზიციაზე მუშაობის და ჩვენ მოვასწრებთ კი ჩანაცვლებას აი ამ სტუდენტების 30% მაშინ დროში ხო არ ვწდებით ასეთნაირად ან შეიძლება რაღაც გარდამავალი პერიოდი გავაკეთოთ სტუდენტებისთვისაც მნიშვნელოვანია მათ თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული ცოდნა მეც ესე ვიყავი სტუდენტობის დროს და ეს თავისთავად ამ შემთხვევაში მართლაც ალბათ უნდა ვიფიქროთ ამაზე ხო არ გავაკეთოთ რაღაც გარდამავალი პერიოდი რომ დროებით სანამ ჩვენ გაგვესდება მოთხოვნა ექთნების სამედიცინო დაწესებულებაში მოთხოვნა და სურვილი რომ იმუშაონ, მანამდე ხომ არ დავტოვოთ სტუდენტების მუშაობა ჯერჯერობით კიდევ სამედიცინო დაწესებულებებში. ბატონო, თქვენ გნებავდაცით. და შემდეგ ბატონო ვლადიმერ კახაძე. მოგესალმებით, აი მე ზუსტად კოლეჯს და უნივერსიტეტს მინდა შევეხო, მნიშვნელოვანი სტატისტიკა მოიყვანეთ. კითხვა მაქვს შემდეგ, რამდენი ხანი უნდა ისწავლოს კოლეჯში თუ იცით და რამდენი ხანი უნდა ისწავლოს უნივერსიტეტში? მე მგონი სხვა ისენია. ხო და აი რატომ უნდა ისწავლოს მაგალითად უფრო მეტი ვიდრე მაგალითად უნივერსიტეტში, ხო, სავარაუდოდ უფრო მეტი უნდა ისწავლოს ვიდრე კოლეჯში, როცა იგივე პროფესიას დაეუფლება, იგივე ხელფასი ექნება და იგივენად იმუშავებს. ხო, ეს კითხვა მაქვს. ასევე პოპულარიზაციასთან დაკავშირებით რას ფიქრობთ, რა ნაბიჯები შეიძლება გადავდგათ, რომ უფრო საინტერესო იყოს და უფრო მეტი ადამიანს მოუნდეს ჩართვა. ეს არის. ხო, ეს ხელფასებზე კი ძალიან კაია თუ ვიტყვით, რომ მოდი 1000 ლარი კი არა, 20000 იქონდეს, მაგრამ თუ ამას ბიუჯეტი არ შეგვიწყობს ხელს და შემოსავალი და რეალურად ეგრე ყველაფერზე შეგვიძლია თქვა და რაღაც ცოტა უფრო სახლობანას თამაში არ გადავიზარდოთ, რომ რაღაც ყოველას ბევრი ფული ქონდეს. მე ძალიან მივესალმები, რომ გაიზარდოს, რა თქმა უნდა, ძალიან მივესალმებ თუ არის მაგის საშუალება, აუცილებლად უნდა გაიზარდოს და მე თვითონ ექიმების ოჯახიდან ვარ და ვიცი რას ნიშნავს ეს თემა. ამიტომ
პოპულარიზაციისთვის ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გვექნება გადასადგმელი და მაინტერესებს რეგიონების შეფარდება, ძირითადად ქალაქებთან შედარებით ექნების მობილიზება როგორ ხდება. ასევე კითხვა მაქვს კიდევ ესეთი. ერთ-ერთი მაგალითად კოლეჯშიც და უნივერსიტეტშიც აუცილებელი ფაქტორია რაღაც კონკრეტული კურსები რომ ისწავლოს, მაგალითად ისწავლოს კარგად ინგლისური. ცუდი არ არის რომ ადამიანი ინგლისური იცის, მაგრამ რატო გვინდა რომ ეს იყოს მაგალითად თუ ვიცით მნიშვნელოვანი რომ მაგალითად მე ხა წინა პროფესიიდან გამომდინარე რო ვიცოდი რომ ადამიანი ინგლისურს სწავლობდა პირდაპირ ვიცოდი რომ 6 თვეში საქართველოში აღარ იქნებოდა იქნებოდა სხვა ქვეყანაში და იქიდან იქ იმუშავებდა IT სფეროში გულისხმობ რაღაც მაგდაგვარიც ხო არ არის საქართველოში ალბათ ბატონო ვლადიმერ მოგესალმებით ბოდიშოთი დაგვიანებისათვის ვის რა თემის შინაარს პირველი, ყველასთვის მინდა ეს იყოს мотивация ძალიან დიდი. ჩვენ ყოველთვის უნდა გამოვიყენოთ სტუდენტის რესურსი. სტუდენტი იქნება ყოველთვის. განათლება უწყვეტი ციკლია და ყოველთვის მოვა ახალი და ამიტომ ეს რესურსი ყოველთვის უნდა იყოს გამოყენებული ამ საფეხურისათვის. რასაც ეს-ერთი სტუდენტისთვის არის ძალიან კარგი პაციენტთან კომუნიკაცია, ის ყველა უნარჩვევების გასაგრძე განება, პასუხისმგებლობის აქმა საწყდება, როგორ ხდება ყველა დონეზე. ცუდი არ იქნება რასაკვირველია მათთვისაც, აგერ ბატონ საათველაბარგორი, კურიერებად რატო უნდა იმუშაოს სამედიცინოს ინსტიტუტის სტუდენტმა, როცა შეუძლია ექთნის სტატუსი გაიაროს და ეს იქნება მისთვის წყაროს და ყოველ შემთხვევაში თავის რეალიზაციის სწავლის პროცესში იქნება ძალიან კარგი. ეს და მეორე, რაც ხელფასებს შეეხება, მე როგორც ვიცი, თქვენ სწორად დაასახელეთ ციფრები, ექიმსა და ექთნის პროპორციები 7-ზე ვით არის და აქ 4 და 40-ია. ზეგანაკვეთური ხომ მუშაობს ისე დათვირთვა ექთნისათვის. ეს იმიტომ რომ ზოგჯერ მე მინდა მივმართო ყველას რომ ექთან სათავისი ვალდებულებები ეს უდიდესი პოზიცია, უდიდესი, უკეთესობილესი და უდიდესი, მაგრამ მისი სამუშაო ჩარჩოს დამთავრების შემდეგ ყოველი წუთი უნდა იყოს ზეკვანაკვეთურით ეს საყურებლო როგორც კერძო კლინიკებისათვის, ასევე სახელმწიფო კლინიკებისათვის. ექიმის შრომა უნდა იყოს დაფასებული. რაც შეეხება მატებას, მოხარული ვიქნები, ხაზს უსვამ. ჩვენი მიზანია ქვეყნის კეთილდღეობის სიძლიერის მომატებასთან ერთად სახელმწიფო პოლიტიკა ამას მიყვებოდეს. ზოგიერთ შემთხვევაში ნახტომიც კი უნდა გავაკეთოთ, იმიტომ რომ ეს ერთ-ერთი სტიმულთაგანია. იმიტომ რომ რაც შეეხება ექთანს, მე მინდა აქვე ვთქვა, რომ ჩვენ მდგომარეობა დიდი გამოწვევა გაქვს საქართველოს, მაგრამ ყველას ვეუბნები, მთელ მსოფლიოში ეს გამოწვევა. გერმანია, ეს გენიალური სოციალური ქვეყანა, სასწავლი ქვეყანა, იქ ექთნების დიდი პრობლემა არის. ექიმებისაც, რომლებიც კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს გამოწვევა არის. ჩვენ არ მინდა რომ იცით რა, ჩემო ოჯახის წევრებო, ყველას მოგმართათ. პოლიტიკამ არ გააფუჭოს პოლიტიკურმა რაღაცა ნიუანსების წინ წამოწემა არ გააფუჭოს საქმესთან დამოკიდება. ყველას ერთნაირად ვთქვა გული. ყველა მიყვარხართ, ყველას უდიდეს პატივს გსცემთ. ამიტომ, როდესაც ამ საკითხში ჩავეძიებით, პირველ ადგილზე წამოვიდეს პოტენციურად ჩვენი თავის დანახვა, როგორც პაციენტების, ყველა ჩვენთაგანი შეიძლება გახდეს პაციენტი. ყველა ჩვენთაგანი შეიძლება პაციენტი გახდეს. ექიმები და ექთნები ყველა ამ რაოდენობის მომლელი ვერ იქნება, მაგრამ ვინც იქნება, იმათმა უნდა იცოდონ, რომ უდიდეს პასუხისმგებლობაში შემოდიან. და ისი ამავდროულად უნდა იცოდნენ, რომ სახელმწიფო მათ ძალიან დიდ ყურადღებას მიაქცევს. დიდი გვერდზე დამდგომი პოზიციები ექნება. ეხლა და ყველაზე ცუდი რაც მინდა, ყველაზე ძიმე გამოწვევა. უსრულია ხელფასებს შორის პერსონალში. ეს არ ვარგა. სოციალური უთანასწორობის ერთ-ერთი მთავარი მიზანი მთელ მსოფლიოში არის არასწორი სახელმწიფო პოლიტიკა დედამიწაზე. როგორც შეგიძლია წარმოვიდგინოთ, ეხლა მე ვერ შევუდგები მემარცხენეობას, მე ვამბობ, რომ ხელები მარჯვენა და მარცხენა ასე არ შეიძლება იყოს რადიკალურად. ამით თავს ვერ დაიბან პირის სახეს და თმებს ვერ დაიბარცხი. ორივე ხელი უნდა იყოს სახესთან ახლოს, ანუ ცენტრთან ახლოს. ცენტრთან ახლოს არის პირველი დედამიწაზე დაბადებული ადამიანისათვის ეს არის უსაფრთხო გარემოში ყოფნა.
უშიშროება კი არა, უშიშროებას ალგე ამას უტრირებენ, რომ ლადოგახაზე უშიშროებას არა, უსაფრთხო უნდა იყოს განათლება, უსაფრთხო უნდა იყოს სამეცნიერო სფერო, უსაფრთხო უნდა იყოს ეკონომიკა, უსაფრთხო უნდა იყოს სპორტი, უსაფრთხო. ამის გარანტორი უნდა იყოს სახელმწიფო. და უსაფრთხოების ბზარის გაჩენა არის სოციალური უკმაყოფილება. იმას ამდენი მე მამზე ბევრს ვაკეთებ და ნაკლები მაქვს შემოსავალი და ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა. ამიტომ ჩვენი იმ დამფუძნებლის რომელმაც თქვა რომ ქვეყანაში არც ერთმა ადამიანმა სახელმწიფოს გულგრილობა არ იგრძნოსო ბიზნესს რო აქვს ნათქვამი. აი ეს არ უნდა იგრძნოს მართლა. სიტყვა კი არ უნდა იყოს, საქმეში უნდა იყოს. და ეს არის როგორც პოტენციური პაციენტის, ასევე საქმის გამკეთებლის, ანუ ექთნის, ექიმის ყველასი, მაგრამ მათ შორისაც ხო კარგად ვიცით, სამზარეულო ხო ყველაზე კარგად ვიცით. ექიმებმა ხო ვიცით და ვიცით, მაგრამ პოლიტიკოსებმა ხო ვიცით ეს სამზარეულო. ყველა თითქმის ადამიანის გაჭირება დალხინების საკითხი ჩვენთან გადაიკვეთება ხოლმე. იმიტომ ყველანი გვიმხელენ ამ თავის გაჭირებას. ამიტომ ჩემი თავარი მიზანი არის, რომ სახელმწიფო პოლიტიკა მუდმივად აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით მადლობა უთხრა ფინანსთა სამინისტროს, იმიტომ ჩემი თხოვნა იყო რომ სკოლის ექიმებისათვის ხელფასი 20%-ით გაზრდილიყო და ეს აგვისრულეს ჩვენ და მადლობა. ამისათვის ხას უსვამ მადლობა. ეს პატარა, ძალიან პატარა ნაბიჯია, მოკლე, მაგრამ აი ტენდენცია რომ შეიძლება ამის გაკეთება. ამიტომ ექთების მიმართ მოტივატორი ერთ-ერთი რომელიც არის სახელმწიფო პოლიტიკა, ამ ხარისხზე აუცილებლად უნდა ვივიქოთ. ისევე როგორც პირველადი ჯანდაცვის სკოლის ექიმების წინ წამოწევა. ეს ადამიანები არიან ფრონტის წინახაზე. ამ ადამიანების ინტელექტუალური მზაობა, დიფერენციალური დიაგნოზი, სწორი სორტირება, სწორი დამისამართება და ყოველდღიური ჩართულობა ადამიანის გაჭირება დალხინებაში, ეს დიდად დასაფასებელია და გვერდზე დასადგომია. დიდი მადლობა. მადლობა ბატონო ვლადიმერ, ნამდვილად რაღაც პირველად ჯანდაცვის გულზე ისაუბრეთ, მათი როლი უნიშნელოვანესია და ვიცი რომ ჯანდაცვის სამინისტრო პირადად მინისტრი ბატონი მიხეილ საჯელაძე აქტიურად მუშაობენ ამ საკითხზე, რათა მათი ანაზღაურებაც არამარტო კაპიტაცია, არამედ სხვა რამაც იყოს მეტად მოწესრიგებული, როგორც ეკადრება ჩვენ სამედიცინო პერსონალს. აქვე მინდა მცირედი გადახვევა გავაკეთო, სანამ ქალბატონი ირინა გაგვცემს პასუხებს. სულ რაღაც რამოდენიმე თვის წინ გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში წავესწარი ასეთ ამბავს, როდესაც გერმანელი პაციენტი 87 წლის კაცი ეჩხუბებოდა კლინიკის დირექტორს იმის გამო, რომ მე მინდა რომ გერმანელი ექიმი და გერმანელი ექთანი მკურნალობდნენ და არა სხვა ქვეყნის. ამიტომ გამოწვევა მთელ მსოფლიოშია, რა თქმა უნდა, და ნამდვილად ასია. და ეს სახელმწიფო ანაზღაურების მიზეზად ევროპულ ქვეყნებში ზუსტად ექთნები და ექიმები ტოვებენ ქვეყანას და სხვა ქვეყნებში გადადიან. რა უნდა ვქნათ ახლა სრულყოფილი არაფერია მსოფლიოში და ქვეყნად. ჩვენ უნდა შევეცადოთ, ეს არის მთავარი და ეს კანონი დარწმუნებული ვარ ქალბატონი და ხელს შეუწყობს. ხო რა რომელი დიახ გისმენთ. რაც შეეხება პროფესიულ და ბაკალავრიატის განათლებას, პროფესიული განათლება საექცნო პროგრამა მეხუთე საფეხურის, ან უმაღლესი პროფესიული განათლება არის 3 წლიანი ხანგრძლივობის კურსი, ბაკალავრიატი 4 წლიანი. რაც შეეხება მოტივაციებს, რატომ უნდა აირჩიონ ბაკალავრიატის განათლება. უპირველეს ყოვლისა, კანონი უმაღლესი განათლების შესახებ ადგენს, რომ კარიერული განვითარება და ასე ვთქვათ, განათლების შემდგომ საფეხურებზე გადასვლა შესაძლებელია ბაკალავრიატის საფეხურის გავლის შემდგომ. ანუ მე-6 საფეხურიდან გადავიდეს მე-7-ზე მაგისტრატურაზე, შემდგომ მე-8-ზე დოქტორანტურაზე და ასე შემდეგ. ასე რომ თუ ხედვა აქვს ექთანს თავისი აი ამ განათლების თუ პროფესიული განვითარების, რა თქმა უნდა, ბაკალავრიატში არის მეტი მოტივაცია. ასევე კანონი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ ადგენს, რომ ექთანს, რომელსაც აქვს ბაკალავრიატის განათლება, აქვს ამავდროულად პედაგოგიური საქმიანობის უფლება, ანუ იყოს ექთან პედაგოგი, ექთან მასწავლებელი. რაც თავისთავად არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ ამავდროულად ჩაერთონ როგორც სამეცნიერო კვლევით საქმიანობაში, ისე პედაგოგიურ საქმიანობაში. რაც შეეხება ინგლისური ენის სწავლების კომპონენტს, ამ ნაწილში ახლა ვერ გეტყვით დაზუსტებით, რამდენადაც თვითონ ამ პროგრამების აკრედიტაციის წესი ჩვენს კომპეტენციას ხდება და ეს განათლების სამინისტროს პრეროგატივაა, მაგრამ ინგლისური ენის ცოდნა რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, თუნდაც თანამედროვე საერთაშორისო პროტოკოლებსა თუ ლიტერატურაზე ხელმისაწვდომობის და მათი გაგების და აქმის ნაწილში ეს მათ ძალიან დაეხმარება.
სხვა კითხვა კიდევ ხომ არ გამოგჩა რამე ეს დოქტორანტურა გვაქვს ეგთანსაც შეიძლება რა თქმა უნდა ეს იყო ისედაც კანონში ცვლილებამდეც რა თქმა უნდა სადოქტორო პროგრამებზე შეეძლო სწავლება, თუმცა ეს პროგრამა არ არის აკრედიტებული ამ დრომდე. კანონი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ ადგენს მაგისტრატურის და დიპლომის შემდგომი სამედიცინო განათლების საფეხურებს, მათ შესაბამისი წოდებები მიენიჭებათ, რაც მათ როგორც აღნიშნე, გარდა კლინიკური საქმიანობის სამეცნიერო კვლევით და პედაგოგიურ საქმიანობის უფლებასაც მიენიჭებს. და გვყავს კიდევაც ასეთები, ვინცაც დოქტორატო დაამთავრა. გისმენთ ხალხო ხო თუ სხვა დასახელება მოდის ეგ. გისმენთ ხალბატონო. დიახ, აი აქ მთავარი განსხვავება ნახეთ, გასაგებია ერთი, ანუ პროფესიული განათლება მიღებული ადამიანები, რომლებსაც აქვთ ამისი დამადასტურებელი სერტიფიკატი და მეორე ბაკალავრიატ დამთავრებული ადამიანები, რომლებსაც აქვთ რეგისტრაციის მოწვევა. მაგრამ მთავარი განსხვავება იმაშია, რომ ნახეთ საბოლოო ჯამში ერთი არის პროფესიული განათლება და მეორე არის უმაღლესი განათლება. ადრე პროფესია ეგთანი არ არსებობდა, ეგთანი ყოველთვის იღებდა პროფესიულ განათლებას და ახლა ეს ჩვეულებრივი უმაღლესი განათლება წარმოედგინეთ, ანუ როცა ბაკალავრიატის საფეხურზე ვსაუბრობთ, აი პროფესიით ვინ ხარ ეგთანი აქამდე არ იყო ეგეთი ცნება და ახლა ისე როგორც ექიმი ეუფლება თავის პროფესიას და ეს არის უმაღლესი განათლების ერთ-ერთი მიმართულება, ასევე ჩათვალეთ რომ შემოვიდა ექთნის პროფესია. ანუ ეგთანს აქვს უმაღლესი განათლებით ის არის ექთანი. აი ამას მოწმობს ის უბრალოდ ბაკალავრიატის გავლის ის პირველი საფეხური და შემდეგ უკვე სამაგისტრო პროგრამები, დიპლომის შემდგომი პროგრამები, დოქტორანტურა და ნუ აი გასაგებია ხო უკვე როგორ ასე ვთქვათ სხვა სრულფასოვან პროფესიებთან გათანაბრებაზე არის საუბარი ამ ექთნის პროფესიის. პოპულარიზაციას რაც შეეხება შრომის ანაზღაურება გასაგებია ყველა თქვენგანის გულის ტკივილი გასაგებია ამასთან დაკავშირებით და ჩვენს გვაწუხებს რა თქმა უნდა ეს საკითხი და შრომის ანაზღაურების გარდა ყოველთვის არის мотиваციის ამაღლების ერთ-ერთი ფაქტორი და სფეროს ამ პროფესიის პოპულარიზაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი, მაგრამ ყოველთვის ახლა შრომის ანაზღაურებით არ იწყება და არ მთავრდება ეს ყველაფერი. გარდა ამისა შეიძლება ხა მარტო ჯანდაცვის სამინისტროზე გასაგებია დიდი წნეხია ამ ხრივ, მაგრამ თვითონაც შეიძლება იმ სამედიცინო დაწესებულებებმა, რომლებსაც განსაკუთრებით წვაბეთ უდგათ ამ ექთნის პრობლემები, თვითონაც ექიმებთან დაკავშირებით მათ აქვს სხვათა შორის ასეთი პროგრამები, თვითონ შეიძლება გააკეთონ თავისი სასწავლო ცენტრები განსაკუთრებით და ქსელურ დაწესებულებებზია კლინიკებზე საუბარი და იქ გადადგან რაღაც პროგრამები შემოიღონ, სადაც იქ მომუშავე ექთნებს ექნებათ კვალიფიკაციის უწყვეტად კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა და შემდეგ უკვე აი ამ UPG ქულების დაგროვების შესაძლებლობა. კვალიფიკაციის ამაღლება ცხადია, ნუ მე უკვე შესაბამისად არის ამ პროფესიაში უფრო ფართოდ, ასე ვთქვათ, მოღვაწეობის საფუძველი და უფრო მეტი უფლებამოსილება. აი ხა ის კანონქვემდებარე აქტები, რაზეც ჩვენ საუბრობდით, ამით მათ ენიჭებათ პირველ რიგში სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების უფლება. აქამდე ეგთანს არ ქონდა ხო ეს უფლება და დღემდე არ აქვს, ანუ სამედიცინო დოკუმენტაციას თავიდან ბოლომდე აწარმოებს ექიმი. ამით ექთნის უფლებამოსილებები ფართოვდება და აი ეს ყველაფერი არის ზუსტად ამ პროფესიის პოპულარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯები. ცხადია ერთი მხრივ დიდი პასუხისმგებლობა, მაგრამ მეორე მხრივ ექთნის უფლებამოსილებები რომ ფართოვდება და ის ხდება სრულფასოვანი პროფესიის მქონე დაფასებული, რომელსაც ექნება სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების უფლება და ელემენტარულად იმის უფლება, რომ პაციენტის ოჯახის წევრებს მისცეს ინფორმაცია პაციენტის მდგომარეობის შესახებ, რაც დღეისთვის მას ეკრძალება. აი ეს ყველაფერი ეს არის პროფესიის დაფასება და მისი პოპულარიზაციისკენ გადადგმული დამატებითი ნაბიჯები, თორე ჩვენ ახლა რაღაცა ესეთ რადიკალურ და ახალ ველოსიპედს აქ ვერ გამოვიგონებთ, რომ რაღაცა ესეთი სასწაული მოვიფიქროთ. რაღაც დაბალი, კი, აბსოლუტურად. ეს თვითონ უკვე ძალიან, აი ნახე ვაკოსაც კი გაუკვირდა და რა ძალიან ბევრი ადამიანს გაუკვირდება მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ რომ ეს ყოველთვის ითქლებოდა რანგირების დაბალ დონეთ სამედიცინო პერსონალში. დამოუკიდებელი პროფესია თავისი განვითარების პერსპექტივით უკვე დიდი და მნიშვნელოვანი мотиваცია თუ სწორად გავავრცელებთ ამას და თუ სწორად გავუკეთებთ პოპულარიზაციას, მაგრამ მე განსაკუთრებით შემოწოხა სტუდენტების თემა, რომელზედაც ბატონმა
ზაზამ გააკეთა პედალირება, იმიტომ რომ ჩვენ აქ ძალიან ბევრი სამედიცინო ინსტიტუტის ყოფილი სტუდენტები ვართ და გავიზარდეთ კლინიკებში პირველივე კურსიდან. მე მაგალითად სანიტრათაც ნამუშევარი ვარ, ექთნათაც ნამუშევარი ვარ. ოღონდ სასწრაფოშიც, რეანიმაციაშიც, კლინიკაშიც ისე ექიმი რანაირი კარგი ჭკვიანი გონებაც არ უნდა ქონდეს, რანაირი კარგი თეორიული განათლებაც არ უნდა მიიღოს. უნივერსიტეტიდან პირდაპირ პაციენტთან ექიმის გაგზავნა ეს მე მგონი რომ დანაშაულია. მადლობა თითო. მადლობა. დიახ. აი ამ სტუდენტებთან დაკავშირებით ახლა წეღან დამოვიწყდა რომ პასუხი გამეცა ის ცვლილებები რაც უკვე არის განხორციელებული აი ამ სახით თუ შევა ძალაში ზუსტად იმას გულისხმობს რომ ავტორიზაციას ვერ გაივლის როგორც უკვე მოგახსენეთ ადამიანი რომელსაც არ აქვს ანუ უმაღლესი პირველი საფეხურის ამ პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომი მაგრამ მართალი ბრძანდებით რადგანაც დღესაც ამ სტუდენტების ნაწილზე ძალიან დიდი ფსონია დადებული და ისინი რეალურად გვეხმარებიან ამ დეფიციტის შევსებაში ჩვენ შეგვიძლია ვიფიქროთ ალბათ რაღაცა ისეთი დროებითი წესი გარდამავალი რეგულაციების სახით, სადაც ჩვენ ამ სტუდენტების რესურსს გამოვიყენებთ და ეს ჩვენთვისაც, სამედიცინო დაწესებულებებისთვისაც და თვითონ სტუდენტებისთვისაც, როგორც თქვენ ბრძანეთ, იქნება ძალიან კარგი. ამას მოვიფიქრებთ, როგორ შეიძლება გარდამავალ ეტაპზე სტუდენტების რესურსების გამოყენება. და აი ბოლოს კიდევ აი რაღაც შემაჯამებელი პოზიციის სახით მინდა გითხრათ, რომ ის ცვლილებები, რომლებიც არის განხორციელებული, აი არც თუ ისე დიდი ხნის წინ ხო, 2024 წლის თებერვალში მიიღეთ როგორც მახსოვს ეს თავისი შინაარსით არის სწორი. ჩვენ ამ ცვლილებებს კი არ ვეწინააღმდეგებით პირიქით, ის რეესტრში ავტორიზაციაც, ის ექცნების პროფესიული საბჭოს მიერ მისი დიპლომის, რომელი დიპლომი აქვს ამ წუთას მნიშვნელობა არ აქვს პროფესიული განათლების დამადასტურებელი თუ ბაკალავრიატის დასრულების დამადასტურებელი, ამ დიპლომის ვალიდურობის და ნამდვილობის აღიარება, ანუ საკითხის პროფესიული განვითარების საბჭოზე გადანა და შემდეგ უკვე მეორე ეტაპზე ზუსტადაც აი ამ სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარება. ეს არის სწორი და კარგი, ამ სხვა შემთხვევაში ხა ჩვენ არ წარმოგიდგენით ამ პაკეტს 24 წლის თებერვალში და თქვენ არ მიიღებდით ამას, ხო? შინაარსობრივად აბსოლუტურად სწორია, სწორი მიდგომა, იმიტომ რომ ერთხელ და სამუდამოდ და ადრე თუ გვიან ჩვენ უნდა მივიღოთ ექთნების კორპუსი, რომლებსაც ექნება სათანადო კვალიფიკაცია. და არ მოგვიწევს იქ დამატების დროებითი წესებით რაღაცნაირად აი ამ ხაროზების და დეფიციტების აღმოფხვრაზე ზრუნვა. მაგრამ ისევ და ისევ რომ აი ჩვენ სულ ვამბობთ, ნებისმიერი სახის გადაწყვეტილების მიღებისას ამოსავალი წერტილი არის პაციენტის ინტერესი. არა კლინიკის, არა სახელმწიფოს, არა არ ვიცი ჯანდაცვის სექტორის, პაციენტის. რადგან ამ პაციენტის ინტერესიდან გამოვდივართ და ვამბობთ, რომ ახლა ჩვენ რომ ავამოქმედოთ ეს ცვლილებები, რომლებიც შინაარსობრივად სწორია, მაგრამ რომ ავამოქმედოთ იმ სახით, როგორითაც ეს არის მიღებული. პაციენტის ინტერესებზე მოახდინოს საბოლოო ჯამში ეს უარყოფით გავლენას, იმიტომ რომ ექცნების ის რაოდენობაც აღარ გვეყოლება, რომლებიც ყავს დღეს. ეს არის ერთადერთი გადავადების მოტივი ჩვენთვის და არა ის რომ დავუშვათ ის ცვლილებები სწორი არ იყო პირიქით. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ხალბატონო ირინა. დავაყენებ კენჭის ყრაზე თქვენის ნებართვით. გთხოვთ ხარი დაუჭიროთ საქართველოს მთავრობის მიერ ინიციატივის წესი წარმოქმნილ საქართველოს კანონების პროექტების ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონშეცვლილების შეტანის თაობაზე, ასევე ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და ასევე საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდამცავთა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ, საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ. გამარტივებული წესია, თვინ არის მომხრე, გთხოვთ ხელისაწვევით ამინდასტუროთ. დიდი მადლობა. ერთხმად გადაწყვეტილება მიღებულია ხალბატონო ირინა, წარმატებებს გისურვებთ. მადლობა საინტერესო და პროდუქტიული განხილვისათვის ამ კანონების. მადლობა.